მეგახვართ ვინც არ ვიცნობს რა წარმოებები და ლიტერატურაც უნდა ეკონომისტი და პროექტს მიშენებს ჩვენი არჩევნები გულსავნებრივი ამბავშია რომელიც თამქარობს ასევე აგვიზიაროს თავისი თავისუფლება ჩვენს უნივერსიტეტთან ურთიერთობის და მოიწონა ამის ამას ჩვენმა უნივერსიტეტმა ითია სწავლობრივი მნიშვნელოვანი და ასე შემდეგ. მე დავწერე იმის რომ ჩვენ ინტერპრეტაციებს გვაინტერესებს ფიქცია, ჩვენ ვიყვართ ფიქციას. ყველანაირი ფიქციები გვაინტერესებს, ინტერპრეტაციული ფიქციები, გვაინტერესებს მითოსი, გვაინტერესებს ფოლკლორი, გვაინტერესებს კინო, ხელოვნება და ასე შემდეგ. ყველაფერი რაც ფიქციასთან დაკავშირებული, რადგანაც მიგვაჩნია ფიქციაში აისახება ადამიანების აზროვნება, მათი მსოფლმხედველობა, მიერულობა და სისტემა და სწორედ ამ მსოფლმხედველობის მიერულობა და სისტემების რეკონსტრუქციას ცდილობთ ხოლმე, როდესაც ვიგვართ ლიტერატურას. შესაბამისად ძალიან ძნობიარეები ვართ ფიქციების მიმართ. ჩვენ ვცნობთ როდის გვაქვს ფიქციასთან, რადგანაც ვიცით რომ ფიქციას თავისი ნიშნები აქვს, ამიტომ პრობლემას არ შევადგენთ, მე მხოლოდ ერთ ბოლო დროს აქტუალურ ფიქციაზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას, საკუთრებოდ იმაზე, რომ თქვენთვის კარგად ცნობილ დემოკრატიაში არაერთი ასეთი ფიქციის შეგრძნის მოწმენი გავხდით და მინდა რომ ამ ფიქციებს შევეხო სწორედ და მათ შორის ერთ-ერთზე მე უფრო დეტალურად გავამახვილო თქვენი ყურადღება. ფიქციები იყო მართლა ძალიან ბევრი, რომლებიც მოვისმინეთ იმ დებატებში და მათ შორის იყო მაგალითად ფიქციანის შესახებ, რომ საერთაშორისო რეიტინგებში თქმულია ილია სახელმწიფო უნივერსიტეტი აქციზე კარგ ადგილს იკავებს. დღეს ჩვენ ვიცით, რომ ეს ფიქციაა, იმიტომ რომ ვიცით, რომ ეს რეიტინგები არ არის ფარცანდა და ისიც ვიცით, რომ ყველა პარამეტრი ჩვენ ყველაზე მაგარი რეიტინგი გვაქვს რეგიონშიც და საქართველოშიც. ასევე ფიქცია იყო ჩემთვის როგორც გერმანისტისთვის ძალიან სასაცილო ფიქცია, ფაქტობრივად კონკრეტულ ჟანრში შეცვლილი, რომ გერმანიაში თითო ქალაქში თურმე თითო ფაკულტეტი არ ვიცი ვისაც ნიშნავენ 21 საუკუნეში, როდესაც ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომია, ჩვენ ყველა ვიცით, რომ ეს ასე არ არის, საბოლოო კანონისტებში ფერს ვისწავლეთ გერმანიაში და ვიცით, რომ ჯერ ერთი თითო ქალაქში შეიძლება რამდენიმე უნივერსიტეტი იყოს და ისიც ვიცით, რომ თითო რეგიონში უამრავი უნივერსიტეტი შეიძლება იყოს და ასევე ისიც ვიცით, რომ ფაკულტეტები, მიმართულებები, პროგრამები, სპეციალობები შეიძლება მოვიდეს სხვადასხვა უნივერსიტეტში და ეს ქმნის უბრალოდ იმ ჯანსაღ კონკურენტულადნი გარემოს, რომელშიც გერმანული უმაღლესი საერთაშორისო სივრცე დღემდე აღწევს განვითარებას და ის რასაც ქვია excellence, ანუ არც ქართულად თარგმნით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის ალბათ ამის ერთ-ერთი შედეგი. ესეც რატომაც ასე ვთქვათ, თავს მოახდინეს ეს ფიქცია და გადაწყვეტეს, რომ ჩვენ ამ ფიქციას ვერ შევამჩნევთ. მომდევნო ფიქცია იყო მაგალითად ის, რომ რესურსების სიმწირე ქვეყანაში აკადემიურ რესურსებს ვისაუბროთ და სწავლის დაბალი ხარისხი აღწევთ. თუ სწავლის დაბალი ხარისხი აღწევთ, აბსოლუტურად ნათელია, რომ ამისთვის არსებობს საბედნიერო თამაში მეტნაკლებად ჩამოყალიბებული მექანიზმები ხარისხის უზრუნველყოფის და თუ მიაჩნია ვინმეს, რომ ეს მექანიზმები არ მუშაობს სათანადო თავისუფლად შეიძლება ზრუნვა ამ მექანიზმების გაუმჯობესებაზე და ჩვენ ვხედავთ, რომ არაფერი მსგავსი არ ხდება, არც იგრძნობა და შესაბამისად სინამდვილეში სულ სხვა არის ამ რეფორმის სამიზნე. შესაბამისად ეს ყველაფერი იყო ფიქციები. მაგრამ მე გავამახვილო თქვენ ყველას ერთ ყველაზე საინტერესო ჩემთვის ფიქციურ ნარატივზე და კინოზე, ეს არის ნარატივი, რომელსაც შეიძლება დავყოთ დაბრუნება ტრადიციასთან. იმიტომ რომ ჩემთვის როგორც ადამიანისთვის, რომელმაც სწავლა დაიწყო უნივერსიტეტში 98 წელს, 98 წელს ძალიან უხეშია ასეთი ფიქციის შემოსახება.
იმიტომ რომ მით უმეტეს იმ ხალხისთვის, ვინც შეიძლება წინა თაობას განეკუთვნება, მით უმეტეს უყურია ასეთი რამის თქმა, იმიტომ რომ სინამდვილეში ეს ასე არ არის ის ტარგეტი, მოდით ესე ვთქვათ, როგორც ჯორჯოლის 1984-შია თუ გახსოვთ სიტყვები იცვლიან მნიშვნელობას, ორაზროვანი ხდებიან და მკაფიო კონტურებს კარგავენ და თითოეული სიტყვა შეფერდოს მასპარაცეს არ ნიშნავდეს იმის მიხედვით ის როგორ გამხარდება. ხო, აი ეს ორაზროვნება, ორაზროვნება ქართულ თარგმანში ამას ხო, ეს ორაზროვნება აშკარად შეიმჩნეოდა ამ ფიქციებში, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ და ორაზროვნება ახლავს აი ამ სიტყვასაც, ტრადიცია, რომელსაც რატომღაც ძალიან უცნაურ, უბრალოდ უკონტექსტოდ იყენებენ, უცნაურ კონტექსტში თუ ვერც ვიტყვი, უკონტექსტოდ იყენებენ, იმიტომ რომ სინამდვილეში იგივე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც სხვა ტრადიციებია, ამ ტრადიცია ივანე ჯავახიშვილის და ამ ტრადიცია ივანე ჯავახიშვილის გაგდების. ამ ტრადიცია, როდესაც მატებაც სტალინის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ამ ტრადიცია, როცა დაიბრუნეს ივანე ჯავახიშვილის სახელი. და ასე შემდეგ, ამაზე ჩვენ ყველა მოვისმინეთ საკმაოდ დეტალური ჯერობა ავტონომიოსი, ავტონომიზე ქაშაიძის წიგნის პრეზენტაციაზე არ გამეორდები რა თქმა უნდა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მგონია, რომ ტრადიციის დაზუსტება ძალიან მნიშვნელოვანია. ტრადიცია ქვეყანაში არის ძალიან ბევრი. წინარე საბჭოური, კოლონიური, პოსტკოლონიური და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ტრადიცია არსებობს, ამიტომ როდესაც ამ სიტყვას ვინმე არსებობს, ამოთვისოთ ხოთ ტრადიციას გულისხმობენ სინამდვილეში. მე ძალიან შიშობ, რომ სიტყვა ტრადიცია ამ კონკრეტულ ვითომდებაში აღნიშნავდა საბჭოთა ტრადიციას. რადგანაც ნარატივი, რომლის ფარგლებშიც ეს სიტყვა იყო ჩასმული, იყო დაახლოებით ესეთი, რომ 90-იანებში ყველაფერი აიდინა, სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა და მძიმე იყო, რის გამოც სწავლის ხარისხი გაგიჩნდა. თუმცა ის რაც იყო მანამდე იყო კარგი და სწორედ ამ ტრადიციასთან დაგვიმებას აპირებდნენ აი ამ რეფორმის განხორციელების შედეგად. აი ამაზე მინდა აუცილებლად ვილაპარაკო, აი ეს ახალსავალი ჩემი უფროსი კოლეგებისთვის, მაგრამ ბრძოლობრივია, რომ ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ახალი თაობისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც არც 90-იანების განათლება უნახავს და არც პრინციპში უკვე არც 2000-იანების დასაწყისით და ძალიან ბევრი ახალგაზრდა სულაც 2010-იანების ბოლოსკენ ავარებს უნივერსიტეტში იცი, რის გამოც მართვის სწორედ აი ეს დეტალი და ეს ფიქცია აუცილებლად გავაშიშვლოთ ეხლა უნდა საუბარზე, ბავშვებში რომელი ძალიან მნიშვნელოვანია. როგორი იყო საუნივერსიტეტო განათლება 90-იანებში და მანამდე. პირველი სიტყვაც მინდა არის ის, რომ 90-იანებში და 90-იანებამდე განსხვავდა საკონსტიტუციო მეთოდებში, ფორმატებში და ბევრ სხვა რამებში ფაქტობრივად არ იყო. უნივერსიტეტში და ეს უნივერსიტეტი ფაქტობრივად თბილისის შემთხვევაში ფაქტობრივად იყო თბილისის და უცხოენები და ეგრეთწოდებული პუშკინის უნივერსიტეტი, ინსტიტუტი როგორც ეხლა, მე რაც იყო არჩევანი. ის რაც თქვენ ახალი თაობა ისოლები ძალიან ბევრი უნივერსიტეტი არსებობს, არჩევანი დიდია, ესეთი არჩევანი მაშინ არ არსებობდა და ფაქტობრივად იმის პროექტს გამოვიდა გესწავლა, სადაც უნივერსიტეტში უნდა ჩამოვარდნა და აუცილებლად უნდა მოხდებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში ისი თქმა მინდა თავარი და მე დეტალებში უფრო გამიმარტავ თავსათქმელს. 90-იანებამდე 90-იანების განათლება ფაქტობრივად დიდადერთმეტთან არ განსხვავებულა, განსხვავებულა იმაში იყო, რომ ცივ და აუდიტორიაში 90-იანებში და შეგვიძლია ხშირად სამდრე სასწავლო ასე ვთქვათ ფორმატის, მეთოდის, რესურსების, კადრების და ასე შემდეგ ფასადით ხერხი სოლა ყოფილა და არ ყოფილა არა მხოლოდ 90-იანებსა და 90-იანებს შორის, არამედ 90-იანებსა და 90-იანებს შორისაც ფაქტობრივად დიდი სოლა არ ყოფილა და ის ხალხმა სწავლობდა ჩვენ, ვინც ასწავლიდა და ჩვენს წინა 2-3 თაობას. ამიტომაც ეს ტყუილი ძალიან
რთული არის და ჩვენ ძალიან მიადგება ამ ტურის გაში. ეხლა უფრო დეტალურად ვიმოყარებთ ამაზე ვიმოყარებთ როცა უნივერსიტეტი გასაცავი გახდა დაახლოებით 14 წლის წინ და მე მგონი ეხლაც ის ამ დეტალების გამოვიდა. დავიწყო ჩაიც. როგორი იწყებოდა სტუდენტი მაგაში ის რაც თქვენიჩოლა ეხლა ეს დამოუკიდებლად იქჩევს რამდენი უნივერსიტეტიდან რამდენიმეს დაგებს იქჩევს და ასე შემდეგ ეს ყველაფერი არ არსებობდა. არსებობდა შემიჩევდი ერთადერთი უნივერსიტეტს იმ ერთადერთი უნივერსიტეტში აუცილებლად გაგებო მისაღები გამოსვლები როგორც გამოსვლა რომელსაც და ამავე უნივერსიტეტის პერსონალის მოადგილეა შეშოვლე პროფესორ მასწავლებლები და შემდეგ თუ შენ ემზადებოდი კომისიის წევრებთან და ან შესაბამისი შტაბი ქონდა გადახდილი შენ აუცილებლად მოხვდებოდი პროგრამაზე და თუ შენ არ ქონდა ეს გადახდილი ან არ ქონდა შესაძლებლობა მომზადებულიყავი კომისიის წევრთან ძალიან დიდი ალბათობით დარჩენილიყავი მე მგონი გეცნობთ რაღაცები, იმიტომ რომ ის განაცხადა მივდივართ, ფაქტობრივად ძალიან ინტერესდება ამას, იმიტომ რომ შევა ეხლა არ ყავდეს კომისიები იმ სახით, როგორც მაშინ იყო და მაგრამ მაინც ეხლაც იგივე სურათია, რომ შენ ან მოხდები რამდენი ადგილზე რომ ჩამოყოფილი, ან თუ ვერ მოხდები, დარჩები ფარეთ. და ეს ასე იყო 90-იანშიც და მაგრამ 90-იანში შეცვლილი იყო საბჭოთა შემდგომ იყო ის რომ არსებობდა ასე ასიანი ადგილთან უკასოდ მოხდებოდი თავაზობდა შემთხვევაში ფასიანს და ჩვენ პარლამენტში ფასიანს ხდებოდა ის ხალხი ვინც უკასო ვერ გაკაჩას თქვათ თავისი დინარი წოდნის და მოძრაობის გარდა ფასიანს პროგრამებზე ძალიან აპრილი იყო ნაბრალი ასე ვთქვათ, შედარებით იმ ადამიანებს შორის, იმ სტუდენტებს, ვისაც ჰქონდა განათლებაზე პროცესზე და მეორე იმ სტუდენტებს შორის, რომელსაც არ ჰქონდა ამგვარი წონა. ეხლა რეფორმა ფაქტობრივად მოგვიყვება სამომცემლობაში, რომელშიც ეს ნაბრალი ძალიან პროექტად განიზრდება. მეორე რაც მინდოდა გამესწრებოდი არის ის, რომ არსებობდა ძირითადი და მეორე სპეციალობა, არსებობდა მხოლოდ ძირითადი სპეციალობა. ჩვენ ახლა მე ძალიან კარგად ვიცი, იმიტომ რომ 20 წელია ამ სისტემაში ვარ, რომ ჩვენ სტუდენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, ძალიან ჩვეულებრივი შესაძლებლობა თუ კი ევროპული გამოცდილებით გაფორმების შეხედავთ ამას, მაგრამ პროფესიონალიზმის მაინც ძალიან უნიკალური შესაძლებლობა, რომ გამოკიდებლად გადაწყვეტილებული კომბინაციას აირჩევენ ძირითადი და მეორე სპეციალობის. უპირველეს სტუდენტს, რომლებიც გარკვეულწილადზე, რომელსაც ეს კომბინაცია ეხმარება სამოყვარში, პროფესიულ და შეიძლება ისე მოხდეს, რომ მეორე მესამე კურსზე მათ შეცვალონ ეს კომბინაცია იმგვარად, რომ სპეციალურად ძირითადი სპეციალურად იქციან და ასე შემდეგ. ეს შესაძლებლობა უნდა არსებობდეს 90-იანში წარმოქმნილ ადამიანი, რომელმაც არის შეანაცვლებული და შარფარტის ამ დარგში იყო რაღაცა ჯაჭვური და იმ დარგიდან ვერ გადაუყარდა გადაიშოქოს თულოში შეიცვალა საერთოდ ამას უნდადის სტატუსი. ესე რაღაცა ბიძის წერასავით იყო ის რაღაცა, რომელიც აღმოჩნდა, რომ მას არ აინტერესებს სინამდვილეში მან არ იცოდა ეს იყო და სულიერად გაწევებული იყოს ნარჩენილი ამსა. იმ თვითონ ერთადერთ ძირითად პროგრამაში, რომელიც არსებობდა, არ არსებობდა არჩეული საქმე. ყველა საქმე იყო საავადმყოფო, ეს თვლილი იყო გასაგებია ხაბალდაზე იყო რაღაც დაწერილი და გამოყურებული იყო საავადმყოფო და ყველა გადიოდა ფაქტობრივად იმას, რაც იმსამეში იყო გამოცხადებული, ხო? ის რასაც ჩვენ ვწოდებთ, რომ მეორე კურსები და მესამე კურსები ერთად გამოცდილებას საუბრობენ ერთმანეთისგან რაღაცებს სწავლობენ ეს ყველაფერი მაშინ არის.
კურსები მკვეთრად იყო ერთმანეთთან გამიჯნული და გარდა კურსები მკვეთრად ერთმანეთთან გამიჯნული, ასევე თვითონ ცხრილი, თვითონ ძალიან ისტი და შეგეძლო რამე შეგეწოლა ამ წელში. სწავლების მეთოდები, რაც შემდგომში ყოველთვის ძალიან აქტუალური, ძალიან მნიშვნელოვანი და პირველი თემა, ამიტომ რომ ასევე მაშინ იყო უზრუნველყოფა ერთფეროვანი. აქტიურად ძირითადი ფორმატი იყო ფრონტალური ლექცია და არსებობდა თუ სემინარი გაიმსახურა იმის ხონდა, სემინარს ხონდა გამოკითხვის ხასიათი. დისკუსია, სხვა მეთოდები, რომელიც დღეს გვაქვს, უნივერსიტეტში სამშობლოში ძავსი არის პროექტზე მუშაობა პრობლემ based learning process-ში ის ყველაფერი არსებობდა. ის გამოც მაგალითად პირველად შემოგვასწორდა ვიზია, როდესაც პირველად აღმოჩნდა ჰამბურგის უნივერსიტეტში ესენსით პირველი პროგრამაში აღმოჩნდა შოქში დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის ის რომ წერდა პრეზენტაცია გამეკეთებინა ძალიან აღრებული ყავით აღმოჩნდა სუსასემინარო მუშაობა იყო სემინარებზე ფაქტობრივად კურსებზე სალექციე ფაქტობრივად ძალიან ცოტა იყო შემოთავაზებულიც კი და ძალიან აღრებული იყო როცა მე დამეწერა hausarbeit საშინო ნაშრომი სოციალური არსებობდა მაშინ საქართველოში ერთადერთი ფორმა შემოწმების გამოკითხვისა იყო გასავლელი იყო გამოცდა კურსის ბოლოს და ჩვენ ცეცხლი გვაშინა და ამ გამოცდების მაგალითად მნიშვნელობა არ ქონდა იმას რომელიც განსწავლით არა არ ნახცოდა გამოხდებოდა იმ გამოცდაზე საბოლოო ჯამში და ის იყო ფაქტობრივად პირველი მომენტი ხომ როცა უშუალო კონტაქტში შევდიოდით იმ ლექტორთან და გამხსნიდა ამ პირველი მომენტის. ასე რომ ამ ფილმში სურათი ძალიან ერთფეროვანი. არაფერს ვიტყვი სახელმწიფოებად, ხო, ჩემ თავისთვის ძირითადად გამოსაცდელი იყო უკეთეს შემთხვევაში ქართულ ენას დაწერილი საბჭოთა ხანის სახელმწიფოებრივი, რომელიც უკრაინის დროისთვის განსაკუთრებით მოძველებული იყო, მაგრამ ასევე გამოსაცდელი იყო რუსული სახელმწიფო, რომელიც ქართულს ომე და ამიტომ ჩვენ ვისაც შეგვეძლო ამის ხარდება, თვითონ რუსული ენა სახელმწიფო აღსვეთები განსაკუთრებით ამ ფილმს არჩევანი ფაქტობრივად არსებობდა და აქაც ჩემი განკურნება იყო უზრუნო, როდესაც ჰამბურგში აღმოჩნდა, რომ მე ძდომა ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოცემულ უახლოეს სახელმწიფო რამდენიმე სახელმწიფოსთან სხვადასხვა ავტორის მიერ დაწერილ სახელმწიფოსთან სხვადასხვა მითომები და ასე შემდეგ ძალიან გასაკუთრებული იყო და დაახლოებით ერთმანეთს ცდილობენ არის მოსკოვა, ხო? ჩვენ ახლა ცდილობთ იმართოთ ტაბლეტ, ჩვენ ცდილობთ ტაბლეტ იმართოთ დოკუმენტს მისახონდო, ქართულად, არაქართულად, უცხოენებზე ონლაინ კონსერვატორიის ინტერპრეტებს ვარდენ, რომ რაღაცა ჩვენ სტუდენტებს ხონდეთ რაღაც ახმოვანი რესურსი დასწავლო, აი ამ ყველაფრის უკან რაღაცა გამონებას არის რომ როგორც გამოდონე, ყოველ შემთხვევაში ერთთან ენაშკარდი კონეთ ხოლმე სახელმწიფო უნდა იყოს არქიტექტი სახელმწიფო თუ ამის უნდა დაიზუსტოს. ეს ზუსტად იგივე სურათი ეს არის გამოდონება საბჭოთა კავშირში. ასევე მინდა მეთქვა დიპლომებზე ჩვენი სტუდენტები მიეჩვენენ იმ მაგალითად შეფასებებს გასაფასებები თანხმდება და იმაშია რომ ჩვენ დიპლომი აღიარებულა დასავლურ საქართველოში პროცესში იყო შარშანწული სამხედრო და დიპლომი ვარ ჩვენ სწორედ მობილური შესაძლებლობა აიღონ აქ გამერის აგენტის ნუსხა ევროპაში გაგრძელოს სწავლა ერასმუსი წავიდნენ და ჩამოიტანა გამერის აგენტის აქ უღიარდება გადი პროგრამის თავსებადია გადი გვაქვს ეგრეთული კრედიტების სისტემა აღიარებს. ეს ყველაფერი მაშინ არის. ჩემი წასვლა ჰამბურგში ეს იყო ძალიან დიდი არსებითად პრინციპში მაშინ რეგულარისთვის უკანონოდ საქციელი, მაგრამ გამდინარე კარგად სწავლობდი ამის უფლება გამონაკლისის სახით ნონსენს, ასე
არცისებრი პროვინციებში წავიდა და მივლინებაში ერთი საუთელის მიღება არ იყო ესეთი რთული, მაგრამ ეს დამჭირდა იმაზე, რომ ეს ეკრება ჩაბარო 4 წლის წამს. ანუ მიჩაბარებინებაში, მაგრამ მე ხოვდება, რომ შეფრინა წინასწარ მოწესრიგებული ჩაბარე ცენტრის თუ დამოწა ხოლმე არც გახდა შეიძლება, თორემ არ ვიცი როგორ მოხერხდება, ხო? აი ეს მომენტი თქვენს თავობას, ახალ თავობას საბედნიეროდ აღარ აქვს და თქვენი წარმები, თქვენი კომპეტენციები ავტომატურად აღებია. ჩემი კურსები, რომლებიც მე ბაკალავრების დასრულების შემდეგ გადაწყვეტეს სწავლა განხილებინა გერმანიაში, ავსტრიის რომელი უნივერსიტეტში ძალიან რთული სტუდენტები ჩამოსვენ, მათ ფაქტობრივად მოუწია თავიდან სწავლა. თავიდან ჩაიწერეს, თავიდან მოუწია სწავლა, მათი პლანები არ დაფასდა. ეხლაც მოხდება იმდე, თუ ჩვენ რაღაცა პროცესს რეფორმას არ შევაჩერებთ და სტუდენტები ჩვენი ისე აღმოჩნდნენ იმ იზოლაციაში, როგორშიც იყვნენ 90-იანებში და მithombe საბჭოთა კავშირში აქტიურად საინტერესო განსხვავება არ არის 90-იანებში საბჭოთა კავშირში. ახლა თქვენ ითქვათ ალბათ, რომ სულ ყველაფერი ასეთი ცუდი იყო. ყველაფერი ასეთი ცუდი იყო, საიდან გაშლით ამდენი და თქვენი საქმის პროფესიონალი რომლებიც ეს ახერხებს განაცის კეთებას დაუშვათ და მეგობრებო ხარისხიან და პრაქტიკულად ჩავს ჩვენს საქმეს. არა, ყველაფერი ცუდი არ იყო. მე შემიძლია იგივე ჩემს ეკონომიკას ისე აუდიტორიაში აუდიტორიის განამდვილად გამოსწავლე. კიდე შეიძლება რამდენიმე ადამიანის დასახელება განსაკუთრებით გერმანიის კურსში დავასწავლე მე გერმანიის ვიყავი. ისინი მართლა ძალიან მაგარი მასწავლებლები და მათ შორის უახლესი მეთოდები და საკმაოდ გვასწავლა, მაგრამ ის იყო გამონაკლისი, დაწესე. და მათ ძალიან ბევრს მომაგლი, მე და არა მარტო მე ძალიან ბევრი ჩვენგანი და ვიერთობდნენ თერჩებულს ახსოვს, პრობლემა იყო გასათერობის ენერგიայի და ტექნოლოგიის უსამართლოს, რომ თარგმნი ხალხთან არ დაფარდეს. მაგრამ ეს არის გამონაკლისი. და წესი იყოს ბევრი პრობლემა. და შესაბამისად ესე ვიტყვი, რომ საბედნიეროდ არსებობდა ეს გამონაკლისები და ამ გამონაკლისებმა რა თქმა უნდა ძალიან დიდი პრობლემა მოახდინეს ჩვენგანზე და ამისთვის ჩვენ გაგიერება უზომოა, უბრალოდ ეს არნიშნავს იმას, რომ სისტემა კარგად მუშაობდა. სისტემა იყო საშინელი, რომ ადამიანები, კონკრეტული ინდივიდები ახერხებდნენ, რომ ამ სისტემის მიუხედავად კარგად ესწავლებინათ რამდენადაც სისტემა იწვევდა ამ შესაძლებლობას. ხო, ამაზე უკვე ბევრი რამე ითხარით, ის როგორც ცივი იყო სისტემა, ჩემთვის ნათელი გახდა სწორედ ვესაც გავახსნე სტიპენდიით უცხოეთში და გამოაჩინე თურმე ყველაფერი ბევრად უფრო სხვაგვარი შეიძლება იყოს და ალბათ უნდა იყოს, ვიდრე ის, რასაც მე ვიყავი მიჩვეული მანამდე. როდესაც დავბრუნდი ჰამბურგიდან და ზუსტად ვიცი რომ აქვს თომაშორის ჰამბურგი ასეთი ადამიანია, რასაც დავბრუნდით ევროპული სამონდო სივრციდან, ყველა ჩვენთან ის რაღაცნაირად წინაშე დადგა ეს ამოცანა, რომ იქაური გამოცდილება, იქაური სასწავლო ფორმატი, იქაური რესურსები, როგორღაც გაგვიზიარებინა ჩვენი სტუდენტებისთვის, ახალი თაობისთვის და ასე შემდეგ. და მართლაც მე მახსოვს იგივე 6-ში, 7-ში, 8-ში უზომო იყო მთელი ჩემი ცოტა წინამორბედი და ცოტა შემდგომი თაობის ენთუზიაზმი, იმიტომ რომ და არა მარტო ჩვენი მემბრები, ძალიან დიდი ენთუზიაზმი შევეცადეთ რაც შეგვეცვალა იმისთვის, რომ ჩვენ გამოგვეხსნათ საბჭოთა მოცემულობიდან შეგვეცვალა რაღაცები და გაგვეუმჯობესებინა რამდენადაც ეს იყო შესაძლებელი. ეს არის მარტივი პროცესი და ის რომ ეხლა რაღაცნაირად გამოსუქანთ იმას აჩვენებს სამწუხაროდ ადასტურებს, რომ ეს პროცესი არ იყო ჯერ დასრულებული, იმიტომ რომ დასრულებული ყოფილიყო ჩვენ მითხოვდი რომ ბოლომდე გამოვხდით საბჭოებთან, როგორც ჩანს არ გამოგვიხსენია და ეხლა კიდევ რედაქციის გუნდა ნაბიჯები ამ წარსულში დასაბრუნებლად, რაგი როგორც ჩანს ვიღაცებს შეფიქრა ახალ იდეალისტური წარმოდგენა საბჭოთა განათლებაში. ბოლო რაც
რაზეც უნდა გავმახვილო მე არ მინდა ძალიან დიდი პროტაგანდა და მინდა რომ უკასკანა შევიდე დიალოგში მე მეკითხა აი ამ ცვლილებებისთვის ამ სიახლეებისთვის რომ დაანებოთ არც ერთ სისტემაში არ არის მარტივი არც ქართულ გერმანულ სისტემად საკმაოდ ხისტია ცვლილებები ისე მიმართაც უფრო სწორად არის საერთოდ სისტემა ჩამოყალიბების ცვლილებები ყოველთვის ჭირს და ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც მე ამ უნივერსიტეტში დაბრუნებული ის 2009 წელი ფაქტობრივად და დავჭი აქ დღემდე არც წარმოვიდგენია სხვაგან იმუშავა არის ისრაელის უნივერსიტეტი თავის დაარსების დღიდან მოყოლებული იყო ღია ცვლილებებისათვის ღია ახალი იდეებისთვის და ყველას ჩვენ პროფესორს ყველას ვიდრეც აძლევდა შესაძლებლობას თავისი პოტენციალის განსახორციელება, თავისი იდეების განსახორციელება ეს ჩვენ ვიძენთ ძალიან დაახლოებით 2009-ში გამოვიდა 2010-ში მე და ლევან გამრაშიძემ გავაკეთეთ წიგნის კითხვის კლუბი მახსოვს და ის კლუბი არსებობდა დღესაც არსებობს პრინციპში თეორიულად რომ შაშან უკვე მეხანიკებად რადგან ჩვენი სტუდენტები აღარ იყვნენ ხოლმე შაბათ-დღეს ადგილზე მე მგონი გასაგებია ჩვენთვის რატომაც თუმცა წიგნის კითხვის კლუბი არსებობდა ძალიან კარგი ის რომ უნივერსიტეტმა თანაშემწე ამათ ანერცინამდე არ წავწყვეტა პირიქით ეს იდეა ძალიან თავისუფლად მიიღეს და კლუბმა ამერიკანიას ძალიან მაგარი დასტურებს იმის რომ ეს უნივერსიტეტი ღია ახალი იდეებისთვის, ახალი ფორმატებისთვის და რაც თავია ეს არის სივრცე სადაც შეიძლება იმართება ახალი იდეები თავისუფალი სივრცეა რომელშიც ახალი იდეების წარმოება მეორე უფრო მარტივია და დაუყოვნებლად ხდება ვიდრე სადღაც სხვაგან და ადმინისტრაცია ამიტომ ყოველთვის სწორდა ასეთ რაღაცებს არასდროს ყველანაირად ეწოვა ხელი რომ რაღაცა ახალი გააკეთა ეხლა საუბრობს მაგალითად ფაზატუზი საჯარო ლექციების კურსს და არამხოლოდ პირიქით ეს უნიკალია მოկეთდა და ეგრე ფაზელიობის ისე გავაკეთოთ და ყველაფერი კარგად იქნება. ანუ უნივერსიტეტი არის ეს უნივერსიტეტი. მე ცოტა ალბათ ვიღაცას გარდა მოსულს შეიძლება მოჩვენოს რომ ძალიან მიბერძოლებული ვარ. მიბერძოლებული ვარ და მსურველი ვარ. მორალურიც და არაფერ. მაგრამ აქ ერთი მომენტია მე სხვა უნივერსიტეტში წავიდა მუშაობდი თავდაპირველად. ეს around 2006 მუშაობდი და ძალიან კარგად ვიცოდი. იქაუთ ოშროშმატრომეცევა ფაკულტეტს და რამისამ და ბედნიერება რომ გავხარებავ ავტორიზაცია აკრედიტაციის ექსპერტიზა და გასული ატიტუდები სამშობლოში მე მგონი მამის ყველა სახელმწიფო და მე მგონი ერთეულით უნივერსიტეტში სხვა ნამყოფი და ვიცი ნახდება ქართულ სახელმწიფო სივრცეში. ამიტომაც ეს მაძლევს უფლებას ალბათ რომ რაც უნდა სუბიექტური და მიკროსკოპული იყო რომ შევატარო რაღაცები ერთმანეთს და უფრო თამამად თქვა რომ ეს არის უნივერსიტეტი რომელიც ნამდვილად ძალიან მოკლეა, ნამდვილად ძალიან ღია, ნამდვილად ზადარის ცვლილებებისთვის და ნამდვილად ქმნის ან თავისუფალ სივრცეს რაც ადამიანებს შეუძლიათ თავის რეალიზაციას, თავის უნარების განხორციელება ხორცშეს. Parem amasak ცვლილებები ამთავრად ნამავსებად ეს არის ის რომ ზუსტად აი ამ ცვლილებების საგნი ღიაობის შედეგი იყო ჩემთვის პირადად ძალიან მტკივნეული ლიტერატურაცნობლის საბაკალავრო პროგრამა. ლიტერატურაცნობლის საბაკალავრო პროგრამა არის ჩემი პირადად ინიციატივის შედეგი 2019 წელს მე მგონი პირველმა აკრედიტაციამ მიწია და მაშინ იყო შესაძლებლობა პროგრამის რაღაცნაირად შესწვლის განალაგების მეორე კოლეგა ეხლა შეძლებს პროგრამა ახსოვს რომ მაშინ ახსოვს რომ მე ვთქვი რომ ეგრე გავაკეთო ლიტერატურაცნობლის საბაკალავრო პროგრამა. იმიტომ რომ სავარაუდოდ რაღაცა დაინტერესებს და რატომაც არ იყოს, იმიტომ რომ ესეთი რამე შეიძლება საქართველოში არ ყოფილა და რაღაც ახალი იქნება და თუ იმუშავებს თუ არა და სწორედ ძალიან ამერიკაში ჩემს გადაწყვეტილება და არც ვიცოდი რას ვეჭირაობდი, იმიტომ რომ
დიდი შანსი იყო, რომ ჩაძირული იყო და არავინ არ მიეძინა, მაგრამ ყველაფერი მოხდა ისე, როგორც სინამდვილეში არც ველოდი. პროგრამა ამუშავდა, პირველი წელს იყო მიიღება, საბჭოები მახსოვს და დღესაც გრძელდება ეს არის ჩვენი ერთ-ერთი რეალურად ხალხმრავალი და ვიცი არც არ იქნება ხალხმრავალი, თუმცა ძალიან ლოგიკურად გამოვიდა, რომ ჩვენ სამაგისტრო საფეხურზე მართლა ხალხმრავალი, ყველაზე ხალხმრავალი და მოთხოვნადი სამაგისტრო პროგრამა კომპონენტებში მოკაივალაკებს ამაზე. წელს 30-მდე ადამიანი მივიღეთ, ზოგადად 20-მდე ვიღებთ ხოლმე ზუსტად ჩვენ თვითონ ჩვენი გოლა გვაქვს, თუმცა მოთხოვნა არის ხოლმე 30-40 განცხადი შემოდის ყოველ წლიურად. ის პროგრამაც პარალელურად იზრდებოდა და უფრო პროფესიონალური გამოთქმით ხდებოდა და ამბობია, რომ ყოფილიყო ეს მასალა და სამაგისტრო პროგრამა შორის. რატომ არ ქონდა საბჭოთა კავშირში ლიტერატურაციონების პროგრამა. ძალიან მარტივი გამის მიზეზი, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში ერთი შედარებითი კვლევები მაინც არ პროფესორში ლინგვისტიკაზე ლინგვისტიკაში პირველად ფასტები კვლევები იდეოლოგიური წესით და მაგრამ ლიტერატურაციონებაში ძალიან პრობლემა იყო კულტურების ერთმანეთთან შედარება, ასე ვთქვათ, ჩვენის და დასავლეთის. ეს ნიშნავდა ავტორების ლიტერატურაციონება სერიოზულად იზრდებოდა და ბაკალავრიატშიც და ბაკალავრიატ მაგისტრატურაშიც რაც არსებობს ლიტერატურაციონება რაიმე ფორმატით ისწავლებოდა, ეს იყო ყოველთვის ნაციონალური ფილოლოგიის ფარგლებში, ხო, ქართული ფილოლოგიის ფარგლებში შეიძლება ადამიანს ქონოდა უფრო სპეციალიზაცია ლიტერატურაციონების მეთოდით, ლიტერატურის მეთოდით, ან ქართული ენაზეც მართლა. ასე იყო ყველა სხვა ნაციონალური ფილოლოგიის შემთხვევაში, ამის გერმანისტიკა, რომანისტიკა, მოსაცნობო რაციონალურია. აი ამ დღეს სხვა საჭიროებების წინაშე გავართ, სხვა მოცემულობა და ინტერკულტურული ლიტერატურა მასაკრები ნეუროსოფტომის შემდეგ ჩვენ ვიცით, შეიძლება ძალიან დიდი პოლიტიკური დანიშნულება, ხო, იმიტომ რომ ფაქტობრივად ჩვენ ვართ ის ფაქტი, რომელსაც შეუძლია კულტურული უნივერსალიების აღმოჩენა, ის შეიძლება რომ ერთი კულტურა მეურნეს გავს და ამას აქვს მიზეზები და ახსნა მოძებნება. ეს პრობლემა იყო საბჭოთა იზოლაციონიზმის პირობებში, ალბათ თავისთავად გასაგებია და როდესაც ჩვენ მოგვიახლოვდა მომდევნო აკრედიტაცია, მახსოვს რომ ძალიან დიდ პრობლემებს ავწევთ იმ ჩვენს კლასიფიკატორში, რომელიც შემდგენია ძველი საბჭოური ხანის ძირითადად პროცესში, ეს იყო კვალიფიკაციების მიხედვით არიდებდა ლიტერატურაციონების კვალიფიკაცია და მითხრეს რომ არ განახორციელა. ძალიან ვიბრძოლეთ, თქონდა სიტყვით და არგუმენტებით, ეს იყო დასავლეთის მოძიება, ეს იყო არგუმენტაცია, ეს იყო იმის ჩვენება, რომ ეს პროგრამა უკვე მუშაობს ძალიან კარგად და ამ ბრძოლის შედეგად ახლობთ ერთი წელი განმავლობა ეს პროცესი ჩვენ შევწევით, რომ კვალიფიკაციების ეროვნულ ჩარჩოში ეს კვალიფიკაცია დამატებული იყო და დღეს არსებობს. დღეს ჩვენ ბრძოლის შედეგად ეს კვალიფიკაცია არსებობს კვალიფიკაცია ეროვნულ ჩარჩოში და ჩვენ შეგვინარჩუნდა ეს პროგრამა. შეიძლება ეს პატარა პროგრამა შეიძლება 20-30 სტუდენტზე მეტი არის სამყაროს, მაგრამ თავისთავად ის რომ ბრძოლის შედეგად ჩვენ შევძელით იმაზე მიანიშნებს და მარცხნივაც რომ ბრძოლას მაინც აქვს აზრი და ჩვენს უნდა დღეს ვიბრძოლოთ. თუ არ ვიბრძოლეთ ჩვენ პროცესი ჩემი გარდი თან კონკრეტულად ბრუნდება საბჭოთა კავშირში. ჩვენ გავხდით როგორც კარგი და დაბრუნდებით ზუსტად იმ მოცემულობაში, რომელშიც კავშირების დანახვა კულტურას, ლიტერატურას შორის გახდება შეუძლებელი. კავშირს რაც ცდილობენ რომ აღიქვენ წარდგა. ეს არის ის ძირითადი რაც მინდა დავამატო, ძალიან დიდი მადლობა თქვენი მოსვენებისა და ყურადღებისთვის და მინდა რომ ნუკას ჩვენი მაშინ არის ჩვენი შეძლებითი ლიტერატურაციონების ერთ-ერთი საუკეთის უზრუნველყოფილი და ნუკაზე არჩევანი
იმიტომ შევარჩიეთ ერთი თანამედროვე საქმეა განსხვავებული და ვიცი რომ საქმეა და მეც იმიტომ რომ აღარ არის მიმაგრებული გამოკიდებული ჩვენს ინსტიტუციას. მას შეჩერებული არის დოქტორანტის სტატუსი მიზეზი. მაგრამ ეს შეჭარბი ჩვენგანაა გამოკიდებული ახალცი წესრიგი სუნდათ ასე ვთქვათ თავისუფალი აზრი მას არაფერი არ უშავს არაფერი არ უსდავს ის ჩვენი ინსტიტუციიდან გამოვიდებული ეროვნება და შესაძლოა მისი აზრი ვერაფრით ვერ ჩაითვლება შეიძლება გაიძებულად ჩაითვალოს იმიტომ რომ ჩვენი მოსამართლეა მაგრამ ვერ ჩაითვლება რაღაცნაირად აშინების ან რაღაც კომპრომისები ხო რაღაცა ბაიცულად რაღაცები თქვა ჩვენ არის აღგვეწოდება იმას ნამდვილად იძლევა უბრალოდ არ მოვიდა რომ არ დავამოწმოთ ხო ასე რომ ნუკას მინდა კითხვა კონკრეტული იქნება შენ როგორ შენ თავზე რაღაცა გამოიარე ხო ბაკალავრიაში მასწავლებლის სკოლაში და მე აღმოჩნდა ჩვენ თავიდან და ესო გამიზიარა და მე მითხრა რა მოხდა ამ პროგრამამ და როგორი გავლენა მოახდინა მან შენს კარიერულ გზაზე და დავშვათ მას რა მოვიდა ასე რა იყო მაგი ფერდება დიდი მადლობა მადლობა ლევან ზაკენსკის მოგესალმებით სანამ გიპასუხებ რომ მოდიოდი ფიქრობდი იმაზე კონკრეტულად ამ პროგრამაზე საუბრისას და რა შეიძლება მეთქვა და იმაზე ვფიქრობდი რომ სავარაუდოდ ისეთ ადამიანებს შევხვდებოდი ვინც ისაც იზიარებს სავარაუდოდ ჩემს პანიკას და შიშს ვითარების გამო ამ აიგეწოდებული რეფორმის რომელიც სამართლიანობის რეფორმა გამო და ჩავთვალე რომ ისიც კარგია რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთი იმ სიმართლით გავაძლიეროთ რაც ვიცით რომ ნამდვილია მაგრამ უფრო მყარად ვიყავთ ამ სიმართლეში და უფრო დავახმაროთ ერთმანეთს რომ თავდაჯერებულად ველაპარაკოთ სხვა ადამიანებთან ამაზე და გავავრცელოთ ის რაც არის გარდაუვალი და სწორი მე პასუხი ჟურნალისტები დავინახეთ და ვიფიქრე რომ მათ დავალაპარაკებოდი მაგრამ ლევანმა გააქცია იმიტომ რომ არ მისცა საკვდილო ჩვენმა თანამშრომლობ არ ვიცი მე აქ ისხდნენ შვიდად და მე წავიდნენ ისმენდა ყურადღებით და მიხდა რომ ვერაფერს ვერ გამოვაძნობდნენ შენი სიტყვიდან საუბრობ მე გამოვაძნობდი ახლა უნდა ისე თქვენ დაგელაპარაკებით უფრო პირადი პერსპექტივიდან და ასე პრაგმატულ ხარისხს გავაზიარებ ამ ჩემი არჩევანისა და მგონია რომ საბოლოოდ ჩემ შემთხვევაში მართლაც პრაგმატულად გამართლა იმიტომ რომ აქ მოვიდი და აქ ვისწავლე რადგან ამოცა პროფესიის თავისუფლება და არჩევანის თავისუფლება პროფესიაში რაც ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია ჩემთვის მე დავამთავრე 2015 წელს მე მგონი ოპერატივისტიკის მაგისტრატურა შემდეგ უკვე ლევანის დოქტორანტი გავხდი მაგრამ ახლა დროებით შეჩერებული მაქვს სტატუსი იქამდე სწავლობდი კავკასიის ბიზნეს სკოლაში და მაქვს ბაკალავრის დიპლომი მაქვს ბიზნეს ადმინისტრაციაში და მარკეტინგში აქ სწავლამ მართლა ძალიან ბევრი რამ მომცა ვფიქრობ რომ ერთ-ერთი თუ არა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში აქ სწავლამ მომცა შესაძლებლობა რომ ინტერესი მექცია პროფესიად და დროც ვფიქრობ რომ სწორია აღმოჩნდა ამისთვის ის პერიოდი როცა მე უნივერსიტეტში დავამთავრე მე მქონდა დიპლომი იყო ქვეყანაში იყო მზადება რაღაც კულტურული ნაყოფიერებისა და საერთაშორისო პრეზენტაციებისთვის მაგალითად ფრანკფურტის სიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრობის პროგრამა იყო წინ და მე გამიმართლა რომ რაღაც ეტაპებზე მოვხვდი საჭირო ჯგუფებში საჭირო ადამიანებთან და შევძელი რომ პროექტებში მონაწილეობა მიმეღო და გამოცდილებაც ძალიან პრაქტიკული გამოცდილება შემეძინა თეორიული ცოდნის გარდა ლიტერატურული ცოდნეობის მხრივ.
მე არაფერს არ ვაჩი ჩემს პირველ უნივერსიტეტს, ისიც ჩემი ალმა-მატერი და ძალიან მადლიერი ვარ იმისი, რადგან ახლა გამომცემელი ვარ, ახლა ვარ საგამომცემლო პროექტების მენეჯერი და უფლებების მენეჯერი და ეს ასეთთვის აერთიანებს ჩემს ორივე პროფესიას, ის პრაგმატულ და უფრო ლირიკულ მხარეს და ორივე ეს გამოსწორება, ორივე ეს აკადემიური ცოდნა ძალიან საჭიროა ამისთვის. თუმცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი კურიკულუმი ყველაფერი ჩემთვის იყო ძალიან დიდი სიახლე, იმდენად ადამიანური რაღაც ცოდნის გაზიარებაზე და არა რაღაც აკადემიური რაღაც მერიტით დაშინებაზე არ იყო აქ ლაპარაკი, მართლა აქ იყო ნამდვილად თავისუფალ გარემოში ცოდნის გაზიარებაზე ლაპარაკი, მით უმეტეს რომ ჩვენ ხუთი ვიყავით მაშინ ამ პროგრამაში, მე როგორ ძალიან გაიზარდა, მე ლექტორებს რაოდენობას გაიზარდა, პროგრამა ძალიან გაფართოვდა, თუმცა ჩვენ ვსწავლობდით ძალიან ისეთ კამერულ უდრო ვითარებაში და შესაბამისად ჩემთვის ძალიან ისეთი კარგი და მობიერი შემოწმება იყო ლიტერატურათმცოდნეობაში ეს პროგრამა, ამისთვის შენი ძალიან მადლიერი ვარ, იმიტომ რომ ის დისციპლინები, ის საგნები, რასაც ლევანიზმს ვსწავლობდით, ეს იყო ნარატოლოგია, დრამის თეორია, ეს საგნები იყო ძალიან ლოგიკური, ძალიან რაღაცნაირად აგებული ამ სტრუქტურალიზმის გარშემო და ჩემთვის დამაინტრიგებელი და მიზიდველი, რის გამოც გადავწყვიტე, რომ ეს ნამდვილად იყო ეს პროფესია, რაც სამოოდ გამარგებოდა. შესაბამისად, ძალიან ბევრი ადამიანს ურჩიებს მე აქ ჩაბარება და ბევრი ჩაბარა კიდეც და ნამდვილად შეიძლება ეს ჰუმანიტარული ზოგადად ჩემს ოჯახშიც ესეთი რეაქცია ჰქონდა სამწუხაროდ ამ სამაგისტრო პროგრამაზე რომ ჩავაბარე, არ ეგონათ თუ ამის პრაქტიკულად გამყენება შევძლებდი და ჰუმანიტარული მეცნიერების მიმართ ჯერ კიდევ ასეთი დამოკიდებულება არის ბევრ წრეში, ჩემს გარშემოც კი და უკვირთ, როცა ვამბობ თუ როგორ გამოდგა მართლა პრაგმატულად და პრაქტიკულად ეს ყველაფერი და ჩემს მერეც ჩემი მეგობარი სწავლობდა აქ არაერთი მაშრომი სწავლობდა, რომელიც ახლა ასე ამ სფეროში არის ნაწილობრივ და ხატული რედაქტორია პროფესიულად, თუმცა მატერიალი აქ სწავლობდა, გამომცემელია, ისიც თამაშსუბლინი აქ სწავლობდა, რომელიც ახლა დოქტორანტია და არის ლიტერატურული მთარგმნელი და არაერთი ადამიანი მართლა შესაბამისად ილიას უნივერსიტეტმა თქვენმა კათედრამ მოახერხა და ეს პროგრამა აქცია არა მარტო მიმზიდველ, არა მარტო საინტერესო, არამედ პრაქტიკულ პროგრამად ყველასთვის, ვინც იზრაელიერეთ და გამოგიერეთ. ჩემთვის მართლა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი არის, რომელსაც ვფიქრობ, რომ საგამოწმებლო სისტემა აუცილებლად მასრულებდეს ქვეყანაში. ერთ-ერთი არის სწორედ არჩევანის თავისუფლება. ძალიან ხშირი შემთხვევა იყო მარკეტერი, ან იყო რაღაც ბიზნეს ადმინისტრატორი ამ ქვეყანაში და ყოველთვის მიბმული ხარ ბაზრის მოთხოვნაზე, ყოველთვის მიბმული ხარ რაღაც გარემოებებზე, ან ფინანსურ სექტორში მუშაობ, ან ისეთ ადგილას, სადაც უბრალოდ პულის გამომუშავებისთვის მუშაობ. ჩემთვის აქ ყოფნა შესაძლებელი გახადა, რომ რაღაც უფრო ფართოდ დამენახა რაღაც ამ ჩემი ცოდნის აპლიკაციის მეთოდები და ეს შეგვიძლია. იცით შეიძლება ისიც იყოს, რომ გამიმართლა რაღაც შემთხვევებში, მაგრამ ნამდვილად ვიყენებ იმ ცოდნას, რაც ლიტერატურაცოდნების ფაკულტეტზე იუნიშის სწავლის დროს მივიღე და თუნდაც შემდეგ სადოქტორო საფეხურზე ყოფნის დროს, როცა ერასმუსის მობილობითაც ვისარგებლე ორჯერ საბოლოოდ ეს არ არის success story, იმიტომ რომ წარმატებით დამთავრებულა ჩემი სადოქტორო კვლევა. თუმცა შეიძლება წინ იყოს ჯერ კიდევ ყველაფერი. ნამდვილად რთულია, რომ თან ერთ სულხან-აბაქიანს მოსახლეთან ერთად სადოქტორო დისერტაციაზე იმუშავა, ალბათ ყველას გესმით.
მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ხელმისაწვდომობა განათლებისა, რადგან ორივე შემთხვევაში კერძო უნივერსიტეტში ვსწავლობდი ბაკალავრზე, მაგისტრატურაზე სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგრამ ორივე შემთხვევაში ვსწავლობდი ვისარგებლე სახელმწიფო გრანტით. ვერ წარმოვიდგენია როგორ შეიძლება ამის გარეშე სწავლა შემიძლებოდა, იმიტომ რომ ვარ მრავალშვილიანი ოჯახის შვილი და ჩვენთვის მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვიცი რომ ეს სისტემაც შეიძლება არ იყოს სრულყოფილი, ესეც რაღაც მერიტოკრატიაზე არის დაფუძნებული და თლაც სამართლიანი და თლაც სანასწორი არ არის, თუმცა ის რითიც ცვლიან ამ სისტემას არის აბსოლუტურად ანადგურებს თანასწორობის შესაძლებლობას ამ ქვეყანაში და ართმევს ახალგაზრდებს პროფესიის თავისუფლებას, არჩევანის თავისუფლებას და ვფიქრობ რომ თუ ეს შეძლეს თუ ასე განვითარდა მოვლენები, თუ მომავალ წლებში კიდევ უფრო მეტად ჩაკეტეს უმაღლესი განათლების სისტემა, ისედაც მიატაკვა შავი ეკონომიკა ქვეყანაში, ისედაც ყლავრის და ვფიქრობ რომ ეს კიდევ უფრო გამწვავდება და სტუდენტისთვის ან თუნდაც უკვე სკოლა დამთავრებული ადამიანისთვის, ახალგაზრდა ადამიანისთვის თაღლითობა უფრო ადვილი გამოსავალი არის დღეს ოფიციალური თაღლითობა, ვიდრე ის რომ ეცადოს სხვა პროფესიის დაუფლებას, რაც არის ზოგადად ცხადია თაობისთვის არის შინელი დამბუქრული და საბოლოო ჯამში ქვეყნისთვის, რადგან არ შეიძლება ასეთ ქვეყანაში ასეთი კონცენტრაციით იატაკოშა ეკონომიკა ამდენ ხანს შემუშავად გაგრძელდეს. ვფიქრობ რომ ეს ის რეფორმა, რომელსაც ახლა თავს ვახმოვან, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი ჩემ გარშემო ვფიქრობ ლეგიტიმურად იფიქრა რომ ილიას უნივერსიტეტზე თავდასხმისთვის და რაღაცა შურისძიებისთვისაც კი იყენებენ, იმიტომ რომ ასეთი ტიპის კვეცა პროგრამები არც ერთ სხვა უნივერსიტეტს არ მიუხრება. არავითარ შემთხვევაში ეს არ მოიტანს არაფერ კარგს. მართალია ისიც რომ შეიძლება იმ შემთხვევაში პროგრესზე ვლაპარაკობთ დღეს იქნება რომ ცხოვრობთ უკვე ხელოვნური ინტელექტის ხანაში, შეიძლება იმაზე ვლაპარაკი რომ საგანმანათლებლო სისტემა სჭირდება გადახელვა, შეიძლება იმაზე ვლაპარაკი რომ მეთოდებსაც სჭირდება გადახელვა, გამოსწორება, განახლება, მორგება იმაზე თუ რა გამოწვევების წინაშე ვართ დღეს, ალბათ ეს შემდეგაცილებით უკეთესის, იმიტომ რომ ვერ წარმოვიდგენი მაშინ როცა ზრდასრული ადამიანები ყოველ მეორე კითხვას ხელოვნურ ინტელექტს უსვამენ, სავარაუდოდ სტუდენტებიც ასე იქცევიან. ვფიქრობ, რომ ეს გამოწვევები ნამდვილია, მაგრამ ის ადამიანები არ შეიძლება ის ჯგუფები მუშაობდნენ საგანმანათლებლო რეფორმაზე ამ ქვეყანაში, რომლებიც მუშაობენ იმ ჩვენი ლეგიტიმურესი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც მითორმრამეს წარმოადგენენ, იმიტომ რომ ისინი ყველაფერს მხოლოდ უარესობისკენ შეცვლიან. მაშინ, როცა ნამდვილად ვგავართ რაღაც ამ თითქოს გზაგასაფარზე, ამ განსხვავების წინაშე, როცა უნდა ვმუშაობდეთ განათლების ახალ ფორმებზე, ჩვენ გვიწევს რაღაც საარსებო მინიმუმ იმისთვის ბრძოლა და იმისთვის ბრძოლა, რომ არსებული სისტემა შევინარჩუნოთ, ასე რომ ეს ძალიან უამხობს, ანუ ეს დიდი რეგრესია და ეს მხოლოდ განათლების სისტემაში არ არის ასე, იმდენად სასიცოცხლო პირველადი პრობლემები გვიდგას, რომ ვერ ვფიქრობთ პროგრესზე, ვერ ვფიქრობთ წინსვლაზე, ჩვენ ვფიქრობთ მხოლოდ იმაზე, რომ როგორმე გადავარჩეთ. ეს არის ეს მინდოდა მეთქვა, არ ვიცი თუ კითხვა გექნებათ ჩემთან ლევანთან. ძალიან თამბობანი ოსინოდოში თანა ის პასუხობ გამოსიმოკას ისეთებდა შენ თამარ მარიტიმანაცემა ოსინოდაში და სახშიც მისაკნებას უკავშირდება თან დიდი წარმატება. ეხლა მოთხოვნა წარმატებული მენეჯერია
დაჭირდებათ რომ საავტორო უფლებების გარკვევა უკას უცხოელებს უმის მოცხადია ამასოდეს ამას მოდებს ნებისმიერ შემთხვევაში მინდა გითხრათ რომ ჩვენ პროგრამას სხვა არაერთი მართლა დააწარმოებული კონსტანტული ყავს და თან ვამაყობთ ამით აი ამ საოცარი ინვესტორები ისეთი მაგვავს პროგრამას დასაქმებას შორის ანუ დავასახსენებელი დასაქმების ბაზარი ჩვენი პროგრამის შემთხვევაში პარალელურად უყოფილად არის რაღაცი გამართული ბაზრის მიმართ მოთხოვნა, იმიტომ რომ მართლა მე მგონი ღირს ვახსენოთ, რომ თუ ასე გაგრძელდა ეგ ბაზარი ხო, ალბათ, როგორც ჩანს, პრემიის იმისკენ რა ახლა საჭიროა კულტურა, საჭიროა ლიტერატურა, საჭიროა ლიტერატურული პროცესის მართვა. შესაძლოა ეს პროგრამაც ალბათ არ არის საჭირო, რომ დღეს გადავხედე რიცხვებს მაინც უნივერსიტეტებში, სადაც თუ დაარჩა ლიტერატურული ცოდნების პროგრამა, თუნდაც სამაგისტრო დონეზე თუ საბაკალავრო გასაგებია ხოლმე ჩვენ მქონე სამაგისტროზე 5 ადგილია, მარტო სუჟეტ რეგალი რა ხდება, ჩვენ აღარ ჭირდება ლიტერატურული ცოდნები ქვეყანაში არის, აი ეს საკმარისია ვერსატუ აღარ ხდება ლიტერატურული ფესტივალი, აწი აღარ გაიხარება ქვეყანაში არის დროს არ ვიცი Can studi ambaŭ nebesperas შემთხვევაში მე მგონია რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის რომ ეს დაგიდა და ერთად ეს სფერო კულტურული სფერო ერთი დიდი სეგმენტი ამ საზოგადოებაში გადაჭრის და ამ დაგის გარეშე ის ვერ იმუშავებს გამართულად და ეს თავისთავად უკვე იმას ნიშნავს რომ ჩვენ ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს კულტურობის პირისპირ ასე ვთქვა და ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის.